ლეო ტაქსილი, თავი პირველი, სამყაროსა და ადამიანის შექმნა. ღმერთი იყო ყოველთვის. დასაწყისში ის მარტო იყო სამყაროში და არ იყო სხვა არაფერი. სულფერს არ იყო თვით სამყაროს. იმ დროს ღმერთს ერქვა ელოჰიმი, ასე უწოდებს მას ძველებრაული ბიბლია, რაც ნიშნავს ღმერთები. გასაოცარია, რომ ასე მოიხსენიებს ბიბლია სრულიად მარტო ვარ ბატონს. მას ასე ელოჰიმი, იგივე იეღოვა, სავაოფი, ადონაი, როგორც მას სხვადასხვა ადგილას უწოდებს ბიბლია, მოწყენილი იყო სულ ხაოსში. რადგანაც უსასრულობა არის ძალიან ბევრი, ასობით მილიარდი საუკუნე, ელოჰიმი ძალიან მოწყენილი იყო. ერთ ჩვენიერ დღეს დიდებულმა აზრმა გაუველვა თავში. ახანის ღმერთია, ყველაფერი შეუძლია, გადაწყვიტა რამე საქმით დაკავებულიყო და მიყო ხელი შემოქმედებას. რა თქმა უნდა, ღმერთს შეეძლო ყველაფერი ერთ დღეში მოემთავრებინა, მაგრამ გადაწყვიტა რომ აღგებს აჩქარება და ყველაფერს თავისი დრო აქვს. დაწყებისათვის ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა. მატერია თავისით გაჩნდა, როგორც ღმერთს უნდოდა, მართალია ჯერ უფორმო იყო და უსახური, თანაც თლაცველი. დაბადება პირველი, მეორე, მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი დოუსყურზე და სული ღვთისა იზროდა წყლებს ზემოთ. ბიბლიის მკითხველისაგან არ მოითხოვება გაიგოს, რას ნიშნავს ეს. შემდეგ ღმერთმა შექმნა ნათელი. მაინც ეხლა რამე რო არ შეშლოდა. გამოდის რომ მანამდე იყო სრული წყდიადი. საბედნიეროდ მარტო იყო და სხვა არაფერი იყო და რაც დაეჯახებოდა. არ იყო საჭირო ნათელი. დაბადება პირველი მესამე. თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი. რა შუქი იყო ნეტა, რა ანათებდა. ამას ბიბლია არ გვიმხსელს და გვეუბნება. დაბადება პირველი მეოთხე. და ნახა ღმერთმა რომ ნათელი კარგი იყო, ასე ღმერთი კმაყოფილი იყო თავის ნამუშევრით და პირველი რაც გააკეთა, დაბადება პირველი მეოთხე. და გახყარა ღმერთმა ნათელი და ბნელი. აზრი არა აქვს თავისწრებას გავიგოთ რას ნიშნავს ეს. დაბადება პირველი მეხუთე. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო საღამო, იყო დილა, პირველი დღე. აბა გამოიცანით რა შექმნა ღმერთმა შემდეგი. შანსი არ აქვს, ვისაც არ გაქვს საკითხული ისე ცა. მეორე ცა. აი ასე აღვიწერს ბიბლია ცის ხელახლა შექმნას. დაბადება თავი პირველი, მეშვიდე მერვე. გააჩინა ღმერთმა მყარი და გახყარა ერთმანეთისგან წყალი, რომელიც არის მყარს ქვემოთ და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ და იქნა ასე. მყარს უწოდა ღმერთმა ცა, იყო საღამო, იყო დილა მეორე დღე. ეს ისტორია წყალზე, მყარს ზემოთ და მყარს ქვემოთ შეესაბამება იმ დროინდელ წარმოდგენას ცაზე, რომლის მიხედვითაც ცა არის მასიური და მყარი. იყო რწმენა, რომ ამ მყარის, ანუ ცის იქით არის წყალი, რომლისთვისაც ცა არის ფსკერი. ეხლა ყველა განათლებულმა ადამიანმა იცის, რომ წვიმა არის მიწიდან აორთქლებული წყალი. ეს ორთქლი წარმოქმნის ღრუბლებს, საიდანაც მოდის წვიმა. ან თოვლი. ადრე კი ფიქრობდნენ, რომ წვიმა არის წყალი, მოდის ზედა წყალსაცავიდან ცაზე დატანებული ლუქებიდან. ეს აზრი, რომელიც ახლა ღიმილს იწვევს, საკმაოდ დიდხანს იყო გავრცელებული. ამ აზრს იზიარებდნენ ყველა მეცნიერი თეოლოგები პირველ საუკუნეებში. მესამე დღეს ღმერთის ნამუშევარი უფრო ნაყოფიერი აღმოჩნდა. გახედა მყარს დაბლა წყლებს და გაიფიქრა. გაიქნებოდა წესრიგი რომ დამემყარებინა. შეაგროვა წყლები ერთად და მათ შორის გამოჩნდა ხმელეთი, დინარეები და ნაკადულები, ტბებისა და ზღვებისაკენ მიჩუქჩუქი. დაბადება პირველი, მეათე. ხმელეთს ღმერთმა უწოდა მიწა და შეგროვილი წყალს უწოდა ზღვა. დაინახა ღმერთმა რომ კარგი იყო. უნდა აღვნიშნოთ რომ ბებერს მეტწილად მოსწონდა ნამუშევარი და კმაყოფილი რჩებოდა. ახე რა მაგარია. ალბათ ასე ამბობდა. რატო ადრე ვერ მოვიფიქრე ეს ყველაფერი. იმ დღეს ისეთი კმაყოფილი იყო ნახელავით რომ გადაწყვიტა მეორე ცვლა ემუშავა. დაბადება პირველი 11. თქვა ღმერთმა აღმოაცენოს მიწა მცენარეული, ბალახი თესლის თესველი, ხე ნაყოფიერი, თესლოვანი ნაყოფის მომტანი, მიწაზე თავისი გვარის და მიხედვით. და იქმნა ასე. როგორ უნდა აღთოვარდეს შემქმნელის სიბრძნით, როგორ წვრილად გათვალა ყველაფერი. რა იქნებოდა ღმერთს რომ დაერგო ხეების სხვა ნაყოფის მომტანი და არა თავის გვარისა. მადლობა შევწიროთ ღმერთს რომ ვაშლის ხე არისხავს საზამთროს და მსხლის ხე კი ნესვებს. როცა მიწა მას დაემორჩილა და ვაშლის ხემ დაიწყო ზუსტად ვაშლის დასხმა, ისე მაგრად მოეწონა ყველაფერი და წავიდა დასასვენებლად. დაბადება პირველი 13. იყო საღამო, იყო დილა მესამე დღე. აი კიდევ მეტი საოცრება. უკვე 3 დღე არას დილა თენდება, საღამოც მოდის. გაუგებარია რა ანათებს და სად მიდის შუქი საღამოობით. ზეზე ჯერ ლაპარაკი არ ყოფილა.
ზეჯერ არ არსებობს. ჩავიხედოთ ბიბლიაში დაბადება პირველი 13-დან მე-19-მდე. თქვა ღმერთმა იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დროჟამის აღმნიშვნელად, დღეებისა და წელიწადების. იყვნენ მანათობლებად ცის მყარზე, რომ გაანათონ მიწა და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ორი მთავარი ნათობი, დიდი მნათობი დღის გამგებლად და მცირე მნათობი ღამის გამგებლად. და ვარსკვლავები. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ მიწა, განეგოთ დღე და ღამე, გაეყარათ ნათელი და ბნელი. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. იყო საღამო, იყო დილა მეოთხე დღე. მგონი არავის ეპარება ეჭვი, რომ საუბარია მზეზე და მთვარეზე. შესაბამისად ბიბლია გვეუბნება, რომ დღე და ღამე არსებობდა მზის გარეშეც, რადგან მზე მხოლოდ მეოთხე დღე შეიქმნა ნათელის წარმოქმნიდან. რატომ უკარნახა სულიწმიდა მოსეს ამისთანავე თავბრუდამხვევი ფანტაზია მზესა და ნათელზე? ყველაფერი იხსნება უბრალოდ. მე-17 საუკუნის ბოლომდე მეცნიერებიც კი ფიქრობდნენ, რომ მზე არ გვაძლევს შუქს, მზე მხოლოდ ატარებს შუქს. შუქი კი არსებობს თავისთავად. ცნობილი ფრანგი მოაზროვნე რენე დეკარტის იზიარებდა ამ შეხედულებას. მხოლოდ დანიელ მეცნიერს ოლაფ რემერის უნდა უმადლოდეს თანამედროვეობა. მან დაადგინა, რომ შუქი მოდის მზისაგან. გამოთვალა მისი სიჩქარე, რომელიც თითქმის 300,000 კილომეტრია წამში. განაცხადა მან ამის შესახებ 1675 წლის 22 ნოემბერს პარიზის აკადემიაში. ვინც ჩაიწერა ბიბლიის ტრიქონები, ის რა თქმა უნდა გაუნათლებელი იყო, მაგრამ სულიწმინდას ხო უნდა სცოდნოდა რა შექმნა და როგორი. მივაქციოთ ყურადღება, რაოდენ მცირე როლი აქვს ვარსკვლავებს მიკუთვნილი სამყაროს შექმნის პროგრამაში. ორი დიდი მნათობი მზე და მთვარე. მთვარე მხოლოდ თანამგზავრია და არანათელს, როგორც იცით. დედამიწა და მზე ძალიან ცოტას ნიშნავს სამყაროში. მზე ჩვენი დიდებული მნათობი არის მოკრძალებული ვარსკვლავი ათეულობით მილიარდ ვარსკვლავს შორის, რომლებიცაა ჩვენ უზარმაზარ გალაქტიკაში. წმინდა ავტორი ხედავს მხოლოდ დედამიწას და ყველაფერს აბრუნებს მის გარშემო. დედამიწა კი მხოლოდ ერთ-ერთი პლანეტაა, რომელიც ბრუნავს არც თუ ისე დიდი ვარსკვლავის გარშემო. ამ ვარსკვლავს, ანუ მზეს, რომელიც 1,300,000 ჯერ დიდია დედამიწაზე, ბიბლიის გაუნათლებელი ავტორი აყენებს დედამიწისგან დამოკიდებულ მდგომარეობაში. ბიბლიის ამ ფანტაზიორს ალბათ ენა ჩაუვარდებოდა და ეხლა რომ გაცოცხლებულიყო, წარმოიდგინეთ რა მხელა თვალები ექნებოდა თანამედროვე ასტრონომიული წიგნი რომ დაეკითხა, ან ობსერვატორიაში რომ დაენახა ვარსკვლავები, რომლებიც ბიბლიის მიხედვით დაბადება პირველი 17. დასხა ისინი ღმერთმა ცის მყარზე, რომ გაენათებინათ. განვაგრძოთ. დაბადება პირველი 20-დან 25-მდე. თქვა ღმერთმა აფუთფუთეს წყალში სულგმული მიწის ზემოთ კი ცის მყარზე ფრინველმა იფრინოს და იქმნა ასე. შექმნა ღმერთმა დიდი თევზები და ყოველი სულგმული, ცურავი თავთავისი გვარის და მიხედვით, რაც კი წყალში ფუთფუთებს და ყველა ფრთოსანი თავთავისი გვარის და მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. აკურთხა ღმერთმა ისინი და თქვა: ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, ავსეთ ზღვები. ფრინველებმა იმრავლონ მიწაზე. იყო საღამო, იყო დილა, მეხუთე დღე. თქვა ღმერთმა: წარმოიშვას მიწამ სულგმული თავთავისი გვარის მიხედვით. პირუტყვი, ქვემძრომი და მიწის მხეცები თავთავისი გვარის და მიხედვით. და იქმნა ასე. გააჩინა ღმერთმა ნადირი თავთავისი გვარის და მიხედვით, საქონელი თავთავისი გვარის და მიხედვით და ქვემძრომი თავთავისი გვარის და მიხედვით. დაინახა ღმერთმა, რომ კარგი იყო. დაჯობია ამას. ყოველი შემძლე ოსტატი ალბათ ხელებს იფშნებდა სიამოვნებისაგან, მაგრამ ყველაზე სასიამოვნო კიდევ წინ ელოდა. არც ერთი ამ ცხოველებიდან მე არ ამგავს, გაიფიქრა მან, არ ივარგებს ასე. მე ლამაზი თავი მაქვს, პატარა ყურები, მახვილი მზერა, სწორი ცხვირი, მშვენიერი კბილები. რა თქმა უნდა, სარკეთ შემიძლია შევქმნა, მაგრამ ჯობია რაიმე ჩემი მგზავს შევქმნა და იმის ყურებით დავთქვი, მის ცქერით. ამას რომ ფიქრობდა, რამდენიმე მაიმუნი მის ფეხებთან თამაშობდნენ. არის რაღაცა ამათში ჩემგან, მაგრამ ამათ კუდი აქვს და მე კი არ ვატარებ კუდს. არ წავა არა. მაიმუნები აგრძელებდნენ თამაშს. ზუსტად მაშინ აიღო ღმერთმა თიხის ნამტვრევი და დაიწყო ადამიანის ზელვა. შეიძლება ითქვას ამის მერე, რომ ღმერთი არის სული და ხელები არა აქვს. ასევე ბიბლია გვამცნობს, უკვე მოზელილ თიხას ღმერთმა ჩაბერა სულის სახეში. დაბადება 2:7. გამოსახა უქალმა ღმერთმა ადამი, კაცი, მიწის წვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად. არის კიდევ ერთი გაუგებრობა ბიბლიაში, დაბადება პირველი 27.
შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, შექმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ეს გვაფიქრებინებს, რომ ღმერთმა შექმნა ადამი გერმოფროდიტად, ორივე სქესის ნიშნებით, ალბათ მერე შეცვალა ყველაფერი. მაგრამ ბიბლია ამის შესახებ დუმს. ქალის შექმნის საკითხი დაისვა მეორე თავის ბოლოს. პირველ თავში ბიბლია გვაუწყებს დაბადება 1:27. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, შექმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. ებრაული ტექსტი კი ასე გვეუბნება, დაბადება 1:27. შექმნა ღმერთმა კაცი თავის ხატად, შექმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად, შექმნა ისინი თავის და ხატად. ამან დაუდო საწყისი ლეგენდებს ღმერთ გერმოფროდიტებზე. მეორე მხრივ ამ ლექსს თავისი უაზრობის გამო ყველა თეოლოგები თარგმნიდნენ დამახინჯებულს. მივაქცევთ ამაზით ყურადღებას ამ ბიბლიურ ფანტაზიას. ბიბლიაში კიდევ მრავალი ასეთივე გაუგებარი და აუხსნელი ადგილებია. მივმართოთ იმას, რაც საყოველთაოდ მიღებულია. როგორც კი შექმნა უფალმა ადამიანი, მაშინვე გამოცხადდა ყველა ქმნილების გვირგვინად და მაშინვე მოუწყო ცხოველთა აღლუმი. დაბადება 2:19. გამოსახა უფალმა ღმერთმა მიწისაგან ველის ყველა ცხოველი და ცის ყველა ფრინველი და მიგვარა ადამიანს, რომ ენახა რას დაარქმევდა რომელ სულგმულს, რას დაარქმევდა ადამი მისი სახელით ის იქნებოდა. სავარაუდოდ მაგარი ხოხმა იქნებოდა ეს ალყული. ყველაზე განათლებული ნატურალისტიც კი ვერ გაბედავდა ადამიანის ადგილას ყოფნას. დაბადება 1:28. აქ უთხრა ღმერთმა ისინი და უთხრა, ინაყოფიერეთ და იმრავლეთ, აავსეთ დედამიწა, დაეუფლეთ მას, ეპატრონეთ ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, ყოველ ცხოველს, რაც კი დედამიწაზე დახუხავს, უთხრა მან ადამიანს. არ იქნება აღნიშნოთ, რომ ღვთის ამ ნების მიუხედავად ბუნების მბრძანებელი იძულებული იყო ებრძოლა და არც თუ ისე ხშირად იმარჯვებდა ლომებზე, ვეფხვებზე, დათვებსა და სხვა მტაცებლებზე, რომლებიც სიამოვნებით მიირთმევდნენ ადამიანებს. ეტყობა ღმერთს დაავიწყდა მათი გაფრთხილება, სიბერე, სკლეროზი. ამად გარდა ადამიანი ხშირად ხდებოდა მსხვერპლის, წყილების, ტილების და ათასგვარი მიკრობის. ღმერთი ადამის ხორცის მოყვარული მტაცებელი ცხოველების შემქმნელი თვით ადამიანს უბრძანა ბალახი და ხილი ეჭამა. დაბადება 1:29. თქვა ღმერთმა, ახლა მომიცია თქვენთვის ყოველი ბალახი თესლის თესველი, რაც კი დედამიწის ზურგზეა და ყოველი ნაყოფიერი ხე თესლის თესველი. ეს იყოს თქვენი საზრდო. ბოლოს მე-6 დღის საღამოს, როცა თითქმის ყველაფერი მზად იყო, ბედნიერმა და ყურებამდე კმაყოფილმა ღმერთმა მოიგონა დასვენების დღე. დაბადება 2:2. გაასრულა ღმერთმა მე-6 დღეს თავის საქმე, რაც გააკეთა და დაისვენა მე-7 დღეს ყოველი საქმისაგან, რაც გააკეთა. გავაგრძელოთ კითხვა. დაბადება მე-2:8. მე-14 ფსალმი. უფალმა ღმერთმა ბაღი გააშენა ედემში, აღმოსავლეთში და დასვა იქ ადამი, რომელიც გამოსახა. დინარე მოედინება ედემიდან ბაღის მოსარწყავად, მერე იტოტება და იქმნება 4 ნაკადი. ერთის სახელია ფიშონი, იგი გარსუვლის ხავილას ქვეყანა, სადაც ოქროა. კარგია იმ ქვეყნის ოქრო. იქ არის ანთრაკიც და ზურმუხტის ქვაც. მეორე მდინარის სახელია გიხონი, იგი გარსუვლის მთელ ქუშის ქვეყანას. მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი, იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი. ამით ავტორს უნდოდა მიეთითებინა ედემის ბაღის სამყოფელი, მაგრამ ჯობდა არაფერი ეთქვა, რადგანაც დიდი სისულელე გამოუვიდა. გასაგებია, რომ ეს ადგილი ყველა მინიშნებით ტერიტორიაა სასომხეთიდან ერაყამდე. გარდა იმისა, რომ ეს ადგილი თითქმის მთლად მთები და ფრიალო კლდეებია, უცნაურია ედემისათვის ასეთი ადგილის არჩევა. დედამიწაზე არსებობს ბევრად უკეთესი, ბევრად ლამაზი და მოხერხებული ადგილები ედემისათვის. აქ ბევრი უზუსტობა და გაუნათლებლობაა. ამ მდინარეების სათავეების არ ცოდნა სახეზეა, მაგრამ მივაწეროთ ეს ყველაფერი მოსეს გაუნათლებლობას და გავაგრძელოთ. გადავინაცვლოთ ამ სასწაულებრივ ედემის ბაღში. ჩვენ წარმოდგენაში, სადაც 4 დიდებული მდინარე იღებს სათავეს. ადამი შეერნობს ბაღში, ტკბება მისი სილამაზით და უსაქმურობით. წარმოვიდგინოთ, რას ფიქრობდა ადამი. მე ადამიანი ვარ, ქვია ადამი, რაც ნიშნავს წითელ თიხას. რადგანაც თიხისგან ვარ შექმნილი, როგორც ზოგი. ნეტა რამდენი წლისა ვარ. დავიბადე რამდენიმე დღის უკან, მაგრამ გამოვიყურებ როგორც 28 წლის. მაქვს ყველა კბილები, არა ყველა არა, სიბნის კბილი მაკლია.
საკმაოდ ლამაზი ვარ ეშმაკმა დასწავლოს. როგორ უნდა ვიყო უშნო, როცა თვის ასლი ვარ. წლოვანების და წველის გარდა. ნახე რა ჯანმრთელი ვარ. შეხედეთ ამ ლამაზ ხელებს და ნატიფ ფეხებს. დაკუნთული სხეული და არავითარი რევმატიზმი. მიმიფურთხებია ყველა ავადმყოფობისათვის. ღმერთმა როცა მომზილა თიხაში ყველანაირი ვაქცინა დაუმატა. რაც გინდა თქვი და გადასარევი ვარ. ცხოვრება ჩვენიერია. ამ ბაღში სერინობის მეტი საქმე არ მაქვს. ნახობს მივირთმევ რამდენიც მინდა. მიყვარს ბალახზე წოლა და ცაში ცქერა. მოკლედ ცხოვრება გადასარევია. მესამე დღეს ღმერთმა მაგარი გასართობი მომიწყო, რომელიც არასდროს ამავიწყდება ცხოვრებაში. ცხოველთა აღლული. ბებერმა მითხრა, რასაც შენ დაარქმე, ვის იქნება მისი სახელი. ან ესმის თუმართმოყვარეობა. ძნელი წარმოსადგენია რამდენიმე ცხოველმა ჩაიარა ჩემს წინაშე. არც მეგონა თუ ამდენი იყვნენ. თავისუფლად მოვიფიქრე მათთვის სახელები, ერთი წუთი არ დავნეულა. ენა, რომელზეც მე ვლაპარაკობ, საკმაოდ თავისუფლად. მიუხედავად იმისა, რომ არავის უსწავლებია, ეს ენა არაჩვეულებრივად მდიდარია. დაუფიქრებლად ვიგებდი ყველა ცხოველის თვისებებს, ერთი შეხედვით ურჩევდი შესაფერ სახელს. შეუდარებელია, ენა, რომელზეც ვლაპარაკობ. საწყენია, რომ იგი მომავალში დაიკარგება. ეს იყო დაუვიწყარი აღლული. რა თქმა უნდა, კომიკური მომენტებიც იყო. ჩვენი ბაღი გაშენებულია შორს ზღვებიდან და ოკეანეებიდან. აქ მარტო მდინარეებია, უმარილო წყალი. წარმოიდგინეთ, რა სიფათები ქონდა ზღვის თევზებს, როცა მოუწიათ ევფრატის მდინარეში შემოცულობა. მალიანი წყლის გარეშე დარჩენა არც თუ ისე ესიამოვნათ ამ თევზებს. რა ვიცინე იმათ სიფათებზე. ზღვის ძუძუმწოვრებისათვის, მაგალითად ცისფერი ვეშაპისთვის, ბებერმა გააგანიერა ერთ-ერთი მდინარე. ხუმრობა 180 ტონა ამ მდინარეში გაეტევოდა. როგორც დავარქვის სახელები, ეგრევე ყველანი გაიფანტნენ. მუცელი ხელით მეჭირა სიცილისაგან. შეიძლება მოიძებნოს ხალხი, რომლებიც არ დაიჯერებენ ამ ისტორიას. ურწმუნოები იყვნენ, როგორ ჩამოვიდნენ ედემის ბაღში თეთრი დათვები და პინგვინები არქტიკიდან, კენგურუ ავსტრალიიდან, სპილო და ბეგემოტი აფრიკიდან, ალიგატორი და ანაკონდა სამხრეთ ამერიკიდან. მე რა, კრიტიკა არაფერს არ ნიშნავს. ყველა ეს ცხოველები იყვნენ ჩემთან ედემის ბაღში. ზოგი გაიხსენებს უნიკალურ ტყის თევზებს, ისინი როგორ ჩამოვიდნენ. სპეციალური საშვი მიიღეს უფლისგან და ჩამოვიდნენ აღლუმზე. ანაფემას გადავცეთ ყველა, ვისაც არ ჯერა ჩვენი ახსნა ამ სასწაულების. და საერთოდ რა ეშმაკებისთვის კამათობ ამ ყველაფერზე. მით უარესი მათთვის, ვისაც არ ჯერა. ყველამ გაიარა შენს წინაშე ხერხემლიანები და უხერხემლოები, ქვეწარმავალი და მწერები. მაგრამ ყველაზე მეტად რამაც გამაყვირვა, ეს იყო დიდი თეთრი ჭია, რომელსაც შემდგომ ნატურალისტებმა დაარქვეს სოლიტერი. ამოძვრა ჩემი მუცლიდან, რევერანსი გამიკეთა, დავარქვის სახელი და უკანალიდან დაბრუნდა თავის სამყოფელში. სიმართლე რომ თქვა, არც ვიცოდი თუ დასახლებული ვიყავი შიგნიდან. მაგრამ დღმური არ მაწუხებს, უკვე მეხუთე დღეა და არაფერი ვიცოდი მის შესახებ. ადამი უყურებს თავის გამოსახულებას მდინარეში, შემდეგ იზმორება და წვება ბალახზე. ამბობს, კაია, კაი ცხოვრება. უცნაური შეგრძნება აქვს, რა ხდება, არ დაღლია, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ვერაფერი გაუგია, წამწამები ეწებება ერთმანეთს, ამთქნარებს და ეძინება. ეს ადამიანის პირველი ძილია. სანამ ადამი ხრინავს, ღმერთი დახურებს და ფიქრობს. არა რა, რასაც ხელს მოკიდებ, ყველაფერი დიდებულად გამომდის. მე როგორ მგავს, ყველა ნაკვეთი მშვენიერი აქვს, გადასარევია. აგრძელებს ოსტატი იეღოვა. არ ჭირდება ამას არავითარი გაყუჩება, საკმაოდ მაგრად ძინავს დარბაზით ვერ გააღვიძებს, სანამ არავინ მისმენს ვაღიარებ. დღეს დილას შევამჩნიე, რომ რაღაც არ გაომივიდა ყველაფერი კარგად. სადამ ქონდა თქვა, მარტო ადამი რომ მოვზილე უწყვილოდ. თიხაც რო აღარ დარჩა. იშვიათი გამონაკლისის გარდა ყველა წყვილად შევქმენი და ადამი რატო უნდა დაიჩალოს. მართალია სოლიტერი გერმაფროდიტია, მაგრამ ადამიანი ცოდოა, ქალი უნდა მოვზილო. ეშმაკმა დასწავლოს, მაგრამ თიხა საიდან მოიტანო? რაღა ეხლა გათავდა. მოვაგლეჯა ცოტა თიხას ადამიანს ვერაფერს მიხვდება და მოვზელავ ქარს, მორჩა გადაწყდა. ამოაცალა ერთი ნეკნი ადამიანს, მოზილა და მიგვარა ცოლი. დაბადება თავი მეორე 21-22. უფალმა ღმერთმა ძილქუში მოხვა რა ადამიანს, რა დაეძინა გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო. ნეკნისაგან ადამიანს რომ გამოუღო, დედაკაცის შექმნა უფალმა ღმერთმა და ადამიანს მიუყვანა. წარმოიდგინეთ, ადამი როცა გაეღვიძა, ვაიმე დედა, უფრო მამა ალბათ. საიდან სათან ჩემი ნეკნი. წარმოიდგინეთ მისი გაკვირვება, როცა ცოცხალი თოჯინა მიგვარეს. ვინა ეს მამიკო? ეს შენი ცოლია, შენი ნაწილი. ილოცავს კანონიერ დასოლქმარებას. ისე მამიკო ჩვენში დარჩეს და უშნო არ არის. აბა, თან ბედნიერი ხარ, სიდედრე არ ყავს. ბედი შენ უნდა დაიკვეხო, შენთვის გაუსროლია აურორა.
ბიბლია მოგვითხრობს, დაბადება, თავი მეორე 23-24. თქვა ადამმა, ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რა კი კაცისგან არის გამოღებული, ამიტომაც მიატოვებს კაცი დედმამას და მიეწევება თავის დედაკაცს. რათა ერთ ხორცად იქცნენ. ნუ გავკითხავთ ადამიანს, რა გალანტურ სიტყვებს უნდა ველოდეთ ადამიანისაგან, რაც შეეხება ნეკნის ამოცლას, მინდა შეგახსენოთ წმინდა ავგუსტინეს სიტყვები, ღმერთმა არ დაუბრუნა ადამიანს ნეკნი, მასასადამე ადამი გახდა ინვალიდი. ეს იყო ალბათ სრულ ნეკნი, რადგან მის უკმარისობას საკმაოდ თვალნათლივ დავინახავდით. დაბადება, თავი მეხუთე 25. შიშველი იყვნენ ორივენი, ადამი და მისი დედაკაცი და არ ცვენოდათ. თეოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს შიშველი არის პირველი ადამიანების უბიწობისა და უმაღლესი სულიერების დამამტკიცებელი საბუთი. თუ ასე რატომ იყო, რომ ინკებს ამერიკაში და სხვა პირველყოფილ ხალხებს ქრისტიანი კოლონიზატორები პირველ რიგში ტანისამოსით მოსავდნენ? რას ეწოდნენ ამ უბიწო ხალხს? მეორე მხრივ გასაგებია, რომ როცა ყველა დადის შიშველი, არც არავინ მორცხობს და თუ კი ვინმე თითლდება, ეს რაიმე ბუნებრივი ნაკლის ბრალია მხოლოდ.